მეც მიყვარხართ. თუ ძაღლსუთ ხარ. აბა როგორ ხართ ჩემო ლამაზებო? აბა ცოტა ხალხი არ მოყოლებელი არასდროს. აი მე ამ წამს შემოვედი ლაივში და მათსადე 10 წამის წინ შემოვედი უკვე. უკვე ვიღაცა ჰეითერები მოვიდნენ რა უნდათ რაც მერჩიან. გიშტები ამ წამსა. შემიძლია დელივერით გამოგიგზავნო. ყველაფერი ჩაბულაგო ბარგი და შეგიძლია წაიყვანო. იმიტომ twin წამიღო. ვებხვი რამდენი წლის არისო? 6-ის. ლომი, ალბათ უნდა გეთქვა ხო? პრეზისი აქვს თავზე დატოვებული. აი ხალხო მე არ შემჭრია ეს დედა ჩემმა შეჭრა და თან ძალიან სასაცილოა და დედა ჩემს ძალიან მოსწონს, რომ ანუ ძალიან უხდებაო და აი რა უხდება რას გავს. წარმატებები კარგი გოგო ხარ მადლობა. რა გინდა? რა გინდა? რა გინდა? ანუ ვერ ვხვდები რა უნდა. რაღაცა უნდა. საჭმელი ნაჭამი აქვს, ყველაფერი. ვარ, რა გინდა? ტიპ პატარა. დაჭიქი. მე თქალაზე მიდიხარ ხო, რა თქმა უნდა. უკვე ვიყავი, უნდა გეტყვათ ალბათ, აი ჩემ ჩატში ჩავაგდე უკვე ფოტოები. თუ როგორი ლამაზი საოცარი კაბა მეცვა. მოფერება. არა, მოფერება არ უნდა, რაღაცა უნდა, არ ვიცი. მათა დედა შენი ხო მკვდარიაო, ვაი მე ჯვარ წერიერებს ამბობთ არასოცხალია. აუ ესეთ რაღაცე ბოროტულ რაღაცებს ვინ სპამავს, ან ჩემმა მოდერებმა, ან ჭაშალეთ რა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ცოცხალია და ანუ ეგეთი ისინი ანუ რა დონის ბოროტი ადამიანები არიან, ხალხო შოქში ვარ. დადوار ვინმე ჩატში დამამეტეთ მარის ჩემ ძალიან ბევრი ჩატებია მაგრამ ეს მე ყოველთვის შევდივარ ინსტაგრამის ჩატში ბოდიშით ამაზეც არ დამაჰეიტოთ ეხლა თუ შეიძლება ინსტაგრამის ჩატში ვარ ყოველთვის აქტიური მოდერები არ ხართ. მესამე დღეა ველოდებით ვიდეოს დადებას გთხოვ მარი. ხვალ იქნება ვიდეოები. დღეს არ მგონია. ინტერნეტიდან გავიღვიძე. არ ვიცი თუ სადმე გავედი, ხო გადავიღებ. ანუ ხვალ რეკლამა უნდა გავაკეთო. და გუშინად კი ვთქვი ხვალ თქო, მაგრამ ვერ ავდექი, იმიტომ რომ მეცინა მთელი დღე. და ხვალ ვეჭველი იქნება, იმიტომ რომ ხვალ მივდივარ დაბადების დღეზე და დამოვიბრანჭო. დაგამატებთ ჩატში კი ვეჭველი, გოგოებს ვეთყვი და დაგამატებენ. ოლევი წარმატებები მადლობა. რეკლამები არ გვინდა დივარო ხარ და საუნდებს რო იღებ, მაგაზე თქვებით, ვაი რა საყვარელი ხარ. რეკლამასთან ერთად ვიდეოებსაც გადავიღებ, რა თქმა უნდა. მოვედი всё დავვლი ახლა ვიყარხარ გოგო იზეთებს მიწერენ. არა და წერან ჩატში დავწერე მეთქი ლაივში და გავიდე და მეგონა შემოვიდოდნენ მოდერებიც. ან მოდერები მყავს ბევრი ხალხო არ მინდა მართლა. მეგიტო არ მინდა მოდერები მეხსენებინ და რა ვიცოდი რომ დაიწყებდნენ რომ მომეცი და რაღაც. მარმე თამარი ვარ ახმეტელს რო გნახე მწვანე კურტკიანი როგორ ხარ?
ინსტაგრამის ჩატში როგორ დაემატოთ, მაგრამ ინსტაგრამის ჩატში უკვე იმდენი ადამიანია, მან ხო არ იცით რამდენი არის მაქსიმუმი, იმიტომ რომ როგორც ვიცი ახლა მესენჯერის ჩატში შეიძლება რომ იყოს 1000 ადამიანიც და ინსტაგრამზე მე მგონი ესე არ არის. 3 ვიდეო უეჭველი დაგვპირდით და დაპირება არ დაგვრუღებდებით, არ გამე არასდროს არ ვარღვევ ჩემ პირობებს. მე გათამაშებაც უნდა გაგიკეთოთ და ძალიან რამეს გავაკეთებ. ერთი წამი. ტასო დაბლოკეს, თუ ტასამ დაბლოკა ვინმე. მე ვბლოკავ, მეთქი შენ დაგბლოკავ, იმიტომ მეთქი რა ხდება. გოგო, არ დაბლოკო არა, პროსტა დაამიუთე, დაიკიდე. პროსტა დაამიუთე და იყვნენ და დატკბდნენ ჩემ ლაივებში და ვერაფერი ვერ დაწერონ. არ დაბლოკოთ არავინ. ზურა და შენ ვხვდებით ძალიან ზურა ვინ არის? გუშინაც და გუშინწინაც და ვარ ღვიე დიეტა. გუშინაც და გუშინწინაც დაგვირღვიე სადა ეგრე. გუშინწინ როდის დაგირღვიეთ? ის უჩას პიცას ის ხო დავდე ვიდეო მუკბანგი ჩემი და ჩემი ძაღლის. და გუშინ კიდე კი ვთქვი რომ დღეს დავდებდი ვიდეოებს, მაგრამ ისე მოხდა რომ სიცხე მქონდა დილით. ეხლაც მეტყობა რომ ცოტა ცუდად ვარ. არ ვიცი რატო გავცივდი, მე მგონი გუშინ ღამე. და მაგიტო დღეს ვერ გავედი ვერსა. გოგორა დიეტა გინდა შენ გიჟდებით ხალხი შენ ტანზე, ვაი მე მადლობა. ქმარი სადყავს, მარი გავშორდი ჩემ ქმარს უკვე 1 წელია. ვარფან შეხვედრას ვითხოვთ, ყველას გვინდა შენთან ჩახუტება და შენთან ფოტოებით დაგვიგეგმეთ ხევაიმე. ხალხო, არ მაქვს პრობლემა, მართლა არ მაქვს პრობლემა, მე გავაკეთებ. უბრალოდ მე თვითონ მრცხვენია, რომ ვინ ვარ ახლა ისეთი, რომ აი ფან შეხვედრა მოვაწყო ან რამე, მე თვითონ მრცხვენია ძალიან. თორე მოვაწყობდი. შეყვარებული სად ყავს მაშინ? შეყვარებული არ მყავს. აი გული. გულები ყველას. როგორ მინდა იცით ის ეფექტი ჩავრთოს ქეჩეგრინა შულეთის გამოუშვა გულები. რაიმე. ჟარისი გოგო კარგი. ისეთი კომენტარები იწერება რა ხდება. 57,000 ადამიანი ვითხოვთ მეტი თუ არა და სირცხვილის გამო ისევ ინტერნეტიდან გიყურებთ. ხო, მოვაწყობ, კარგი, მაგ ფარ შეხვედრასაც. მართლა კარგი მოვაწყობ ამ დღეებში. რომ მოვიცლი თუ ესე ძალიან გინდა თბილისში, მაგრამ სად მოვაწყო? სიყვარულის იღარ შენი მსახურებ ყველაფერს საკეთს მადლობა. ახმეტელზე გთხოვ, ახმეტელზე ვერა, იცი რატო ხალხო ძალიან ბევრი ბავშვია. სადმე მინდა ნეიტრალურზე, ზოგი არის აქეთკენ. ზოგი არის ახმეტელისკენ, ზოგი არის ვარკეთილისკენ. თუ მაგას გავაკეთებ მე, მინდა სადმე ნეიტრალურზე, შუაში.
მაგალითად მარჯანიშვილი რუსთაველი თავისუფლება ან სადმე შენ ყარყარაშვილი ხარ თუ ყარყარაშვილი სამტრედიაში ვაიმე სამტრედიაში ვერ ჩამოვა მეტროს ტერიტორიაზე რა ყველა ადგილად მოვიდეს. ხო, მაგალითად მეტროს ტერიტორიაზე სად შეიძლება? მარჯანიშვილზე შეიძლება რაღაც პარკები რო არის. ილიას ბაღი მაგალითად მე მგონი ხო? ხო. ან შეიძლება მაგრამ ბევრი ბავშვები არიან. ხართ და მოხვალთ ვაკისკებებთან ძალიან გთხოვ, ვაკისკებებთან ვერა, იმიტომ რომ მეტი წელი ცხოვრობს ეხლა მაინც უფრო ახმეტელისკენ, ვარკეთილისკენ რაღაც და ვაკის პარკთან ბავშვებს გაუჭირდებათ მოსვლა. არაც მას აღარ ვიგრძელებ, იმიტომ რომ ძალიან მალე მეზრდება და თავის გაიზარდოს. მაინც და მაინც თბილისში უნდა მოვაწყო ხალხი კახეთში გემოთ. ვაიმე, სხვათა შორის სამეგრელოშიც მელოდებიან, ამ ზაფხულს შეიძლება ჩავიდე. ქალაქებს ხო ვერ მოვიდა, მაგრამ ბათუმში მინდა ძალიან, რომ ჩავიდე. არ ვიცი როდის. მაგრამ ახლო მომავალში. ჭიათურაში. გიზდები. ხაშურში არ ჩამოხვა. ხაშური სურა. ყველა ელოდება რამდენად გაიყოს სოდოა ესეც. მე გიგნახე ორჯერ შეხვედრებზე ორივეგან ვიყავი შენნაირი თბილი ადამიანი ცოტაა თავმდაბალი და უსაყვარლესი ძალიან დიდი მადლობა. ვაიმე მგიჟდები. მახსოვს ხო ჰაუსიდან ორი ფან შეხვედრა იყო, ერთი იყო ახმეტელზე, ერთი იყო ვაკის პარკთან. ვაიმე რამდენი ადამიანი იყო, ღმერთო, თავი მეგონა ის celebrity. ჩუქი მაიკა შენი იყოს. რუსთავში ჩამოვალ, ყველგან ჩამოვალ. გავიყოფი რამდენიმე ნაწილად დავიჭრი თავს. ერთი სამტრედიაში მოვა, ერთი ჭიათურაში, ერთი ხაშურში, ერთი ბათუმში, სამტრედი არავი, ყველგან ესე დავარიგებ. დაით მანიშჩიცო ვიღაც წერს გორში, ხო, ყველგან გამოვაგზავნი. ცოტას. ცხეთაშიც, ფოთშიც. მოდი რუსთავში. მოვდივარ რუსთავში. ცხეთაშიც რუსთავში მეგობარი მყავს და შეიძლება ისე მართლა ჩამოსვლა. ვაიმე ღმერთო. სულ რამდენად დაიჭრებიო, აი ბორჯომშიც ჩამოდიო. არ ვიცი მეგობრებო, რამდენადაც შეიძლება ებდიდად დავიჭრები. აი ხო თქვენ რა გონიათ მარტო თბილისში და საქართველოში ვარ მოთხოვნადი? არა, ქვეყნის გარეთაც ჭირდები. მე და ხუნა დაგვდებით. მოვდივარ დამხვდით, სუფრაზე დავსხდეთ. კარგად, მამა პაპურად ჭამოთ. აი მე დღეს არ ვიჭამია და ყველგან მამა პაპური ჭამა მელანდება. მარკა ხელი ხარ, ჩემი გვარი არის კახური და ანუ კახეთშიც არიან ყარყარაშვილები და ქართლშიც. ასე რომ ჩემი გვარი ორივე გან არის, ანუ არც კახური არ არის მარტო და არც ქართული, ხო. მაგრამ მე ზოგადად მამა ჩემი, მისი მამა, ყველა რავი თბილისში დაიბადა, გაიზარდა და სოფელი არ გვაქვს. ან თბილისელები ვართ. ვაიმე, ღმერთო ჩემო, ისეთი კომენტარი წავიკითხე, ცუდად გავხდი. უცბად.
მეგობრებო, ყველგან ჩამოვიყოთ, თემა შევცვალოთ. გამარჯობა. მაგრამ მეტად დააფასე შენი თავი, მართლაც ძალიან საყვარელი ხარ, მეტად იმსახურებ ბედნიერებას, მადლობა. ჩემი ბავშვობის ფოტოები რამდენიმე მაქვს, მე მგონი ტელეფონში იყო. ჩემ ტელეფონში არის ძალიან ბევრი ფოტოები და ვიდეოები და მე პოულობ, მაგრამ ისეთ დაბეჭდილი ფოტოები. მე მგონი მაქვს. მოდი აქ. წამოვიყვანე აუცილებლად და ამას ხასად დავტოვებ. მოდი ჩემთან. რაო? ეს მე მინდა თავზე შევჭრა ხალხო და როგორ შევჭრა არ ვიცი. თორე მართლა იმას გავს ლომს, ოღონდ ეს ჩინური ლომი რაღაც ფეიკი. მოდი ჩემთან. მოდი აქ, მოდი. იმდენ ზიზავთ სახლიდანაც აღარ გავამქო. ცუდად ვარ. მოდი. აი ნახეთ რა საცილოა, ანუ აქ ხო ის აქვს. და ანუ მუკბანკი ხوار გავაკეთოთ მე ამ დღეს. რისი მუკბანკი გავაკეთოთ მე და მე ამ დღეს, აბა რამე გამოვიძახოთ, ჭამოთ. მამა! პიცა, აღარ მინდა პიცა. იმდენი პიცა ვჭამე. თემუდან გამოწერილი ლომი. აი მე თვითონ რა გითხრის შენ ხო? ჩემი საწყრო. ბადიში მოუხატე. არა მართალი ხარ, მართლა თემუდან გამოწერილ ლომს გავს. არა თემუდან არა, მოდი, აი ცოტა უფრო რამე ნორმალ შეინიდან, ეხლა თლად თემუდან არ გავს. მაგრამ გრუმერთან წაიყვანე. გოგო, ეხლა მარტო თავის გამო მეზარება წაყვანე, ანუ ამაში ხო შეჭრილია და დედაჩემ არა ძალიან უხდებაო, ნახე ყურებზე შეჭრილია. მარტო ამებში აქ და მე თვითონ მაკრატლით ხო არ ავაჭრა თქო. კიკინები მოყვა სხვათა შორის გრუმერმა, აი ესე გაუკეთა და მოიწრო. მე მაგ ხარ გაუკეთო. კაცითან. ნახეთ რა შკობს. ლომი ხარ, მიდი. საყვარელია ხო, მაგრამ ესეთი უფრო საყვარელი იყო ძველი ხო რაღაცნაირი იყო აი მსუქანა თითქოს, არა მსუქანა ისედაც არის. უბრალოდ ის უხდებოდა რა. მე ბეწვები რო ქონდა, უბრალოდ აი მე სასწაულად ცვიოდა ბეწვები და ყოველთვის ძალიან ცვიო ბეწვები. აი მინდა ხომ რომ შევჭამო ესე, არ ვიცი, რაღაცებს ვუკეთებ. ძალიან საყვარელია. დედას ლომი ხო. მაგრამ სუშის ტორტი გასინჯეთ. აი მე სუშის ტორტი ვნახე იმ დღეს და ან ზოგადად სუში არ მიყვარს. მაგრამ ხანდახან ძალიან მიყვარს. ვერ გაიგებთ ჩემსას. ზოგადად სუში არ მიყვარს, აი ეს უმი თევზის და ზოგადად თევზის. შეიძლება ვჭამო კრევეტების. ისიც არ მიყვარს თითად. კრაბის ჩხირებისაც ვჭამ ხოლმე, ცუდი არ არის, მიყვარს კრაბის ჩხირები. და მიყვარს ბოსტნეული სუში. ზოგადად თევზულობა არ მიყვარს. ჩემი ძაღლი არ იკეთებს კიკინებს, არ უყვარს ფეხით იძრობს. ჩემი, აი შანსი არ არის გაიჩეროს. просто ახლა მოვიტანო, გავუკეთო და განახოთ. ეკრანზე ცოტა ვარყოფი და გაჩენდნენ, მაგრამ ვინც ახლოდან გაიცნობს, გამორიცხული არ შეუყარდა. ვაი, მე ცოტა კი არ აქენცვალე. ეკრანზე ისე უარყოფი და მაჩენდნენ თავიდან ბოლომდე. ნუ ეგრე აწყობდეთ. კიო.
მართლა შეჭამს გადაგცდის. აი მე რამდენი კი დაიწერა, კიკინები უნდა გავუკეთო, ანუ აი მოიცადეთ. ახლავე. დარჩი მანდ ვიყავ. ინტერესებს რა არის. აი, ეხლა გაჩერდი და ეზოში წაგიყვან. თუ გაჩერდი. გაჩერდი. წაგიყვან ეხლა გრუმერთან. ზოგადად ადრე მოკეთებდი ხოლმე კიკინებს. მაგრამ ანუ გაჩერდი. არ მოკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ არ უყვარს და მეწოდება, ეხლა სათამაშო ხო არ არის რა. მერტურას გავს. ხო და მაგიტო არ მოკეთებ ხოლმე, რომ მეწოდება. გაჩერდი. გაჩერდი ჩემო პატარა და წავიდეთ მერე. გაჩერდი? აიმე. მოდი. ნახე. დასკრინეთ რა. ჯუბ. აი, მოჩები პატარა. მე დრას გავს ვერ გავუკეთე კარგად. ეხლა ნახეთ მოიწრობს. რა გიდა? აი რაღაც ანერვიულდა. აი რაღაც ერთ აკეთებს ახლა რომ მოიწროს. მეა გაბრაზდი, კაი ახლა მომეც. აი ეს ნერვიულობს და. შო, აჰა, შო. მორჩ. არა შანსი არ გაქვს. მარ საფრანგეთში ჩამოჭრდილოეთში გეპატიჟები აპირად მოვდივარ. ხვალე მოვდივარ მართლა. ხო, ეხლა ვფიქრობ რამდენიმე დღით მინდა სადმე გავფრინდე მართლა. და სად მირჩევთ? სად არ ვიცი. მოდიო. მომწერე, ჩამოვა. გადი. მიგიჟი ვარ მართლა ჩამოვა. ინდოეთში, არა ინდოეთში არ მინდა. ინდოეთში არ მინდა, დიდი მადლობა. ესპანეთში, დუბაი, ესპანეთი, მალდივები. არ ვიცი მარტო თუ რა მინდა ვაფშე არ ვიცი. ჩემი დაკრაზი სამწუხაროდ დაკავებული არის 37-ზე. თვა და მარტოც არ მინდა რომ გავუფრინდე. შეიძლება გავუფრინდე, მაგრამ მარტო რა ვაკეთო. მაგრამ აი მე ხალხო მარტო მოგზაურობა არის ძალიან მაგარი. ანუ შენთვის ხარ ასეც მინდა აკეთებ შენ გემოზე. ანუ მე ზოგადად არ ვიცი, ძალიან მიყვარს ბოდიში მოგარტყი. აჰა. ძვალი. მიდი, ვიტანე. მე ზოგადად ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა. არ ვიცი, აი ხო არიან ადამიანები რომ არ უყვართ მარტო ყოფნა და მარტო მოგზაურობა. თურქეთში ხო ვიყავით უკვე. ხო და ზოგადად რაო. აუ მე დამღალა ამ ძაღლთან. იტალია, საფრანგეთი და თურქეთი არ მინდა, სადაც არ ყოფილვარ. წამოხვევში დაგიყვან. მადლობა.
სადაც არ ყოფილ ვარ, იქ მინდა. გერმანია საბერძნეთში მყავს მეგობრები. მან შეიძლება ისე რამდენიმე დღით ჩაფრენა. რა გინდა გოგო? როგორ დაგავახსოვრდა ეგ მოგზაურობები. საკმაოდ კარგად, სხვათა შორის განსაკუთრებით ყველაზე კარგი დრო გართობის მხრივ ალბათ გავატარე იტალიაში, იმიტომ რომ იტალიაში ახლა სხვადასხვა ქალაქებში დავდიოდით და ბოდიში სხვადასხვა ქალაქებში დავდიოდი და ვერთობოდი. პარიზში ვიყავით მარტო 3 თუ 4 დღე, მეოთხე დღეს უკვე წამოვედი და მართლა ჩამომოგწერ ლაივის მერე მეც გოგო ვარ, ხალხო რამე ცუდი არის ფიქრო. მომწერე მართლა TikTok-ზე. რამე ცუდი არის ფიქრო, გიშტები. ხო და მოკლედ რას ვამბობდი? საფრანგეთთან პარიზი ყველაზე მეტად მომეწონა. აი პარიზზე მართლა გავგიჟდი, რასაც ქვია. იმიტომ რომ ულამაზესი იყო, პატარა უბნებიც კი ულამაზესი იყო. აი მართლა ჩემი საოცნებო ქალაქია, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ცხოვრების ბოლომდე. ხო, უბრალოდ მანდი ხო TikTok-ით დავდიოდი, ვერც დავისვენე, დიდად ვერც გავერთე, იმიტომ რომ დრო ცოტა გქონდა, ბევრი რამე იყო სანახავი. მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო სამივე ქვეყანა. ფლორენცია შემოვიდა ლაივში, შემოვიდეს მე რა ვუყვა. ხალხო მართლა ძალიან იჭერთ თბილისში. მე ახალი ამბავი. მეთქი ცოტა ხანი მომეწყია ლაივში გავალ. თქვენ რას მომაწყენთ ხალხო? აი ესე ვარ, როგორც ხარ ჩემი თემები. ეგრე ვარ სუსტად. არ სამი ქვეყნიდან ყველაზე ძალიან რა მოგეწონა. სამ ქვეყნიდან ზოგადად რა მომეწონა თუ რომელი მომეწონა ვერ მივხვდი კითხვას. სკოლა როდის დაამთავრე, სკოლა დაამთავრე წინა წელს. თუ მაგის წინა წელს. წელიწადია რა უკვე რაც დაამთავრე. მე 12 კლასში ხო არავინ არ დავდიოდით საერთოდ, პირველი ერთი კვირა ვიარეთ და მეორე კვირას 1-2 დღე და მაგიტო ის არის ყველაზე გადაობა, რომ იმ წელს რომ ვეღარ ვთვლი რომ ეს სწავლობდი, იმიტომ რომ არ სწავლობდი ხო? არავინ არ დავდიოდით სკოლაში. მაგიტო მე ვახაობ, რომ მგონია რომ 2 წლის წინ დავამთავრე, ამ დროს იდეაში 1 წლის წინ დავამთავრე. უყურებს შენ ლაივს დებილო დაგიწერა. ვაიმე. ჩამერთოს აბა ერთი ვიხალიშოთ ცოტა. ვინც
მაინც აბიტურიენტი იყო ისინი, ანუ არავინ არ დავდიოდით ვაფშე. საერთოდ არავინ არ დავდიოდით. ჩართეო რა ჩაგერდოს ხუმრობ ხალხო მართლა კი არ ჩავრთავ მაგაზე რა სად მაქვს მაგის ნერვები რომ სკოლაში დადიოდი 152-ში მაგრამ რუჯი გაქვს თუ ავტო რუჯი გისვია რუჯი მაქვს აქ კიდე არ ჩანს უფრო მეტად შავი ვარ ანტალიაში ანუ 3 დღეში ისეთი რუჯი მივიღე მე პლუს საქმე და გვენცეც აუზზე რო ვიყავით უცბად ძალიან გავშავდი ეხლა ამინდები აღარ არის რომ გავიდე სადმე უნივერსიტეტში არ დადიხარ არ ჩამბარებია რატო და ანუ ბევრჯერ მილაპარაკია ის ძალიან დამწუხრე კიდე ვიდეოში გამოჩნდა ანუ არ ვთვლი საჭირო დრავი მარჩემ სახლთანა ეგ სკოლა გოგო თემგალი ხარ თემკა მან ცხოვრობდი მე უფრამდე არ ვიცოდი გოგო ძალიან მაგარია გამოვდივარ ხოლმე მანდეთ და ჩემი მანდ არის ანუ რას ვამბობდი სწავლაზე ან ჩემი აზრით საქართველოში ანუ მე არ ჩავთვალე საჭიროდ რომ ჩამებარებინა მართლა იმიტომ რომ ჩემთვის ვაზრობა მეც 152-ში ვსწავლობ და მეც ეკა მასწავლის ეკა რომელი ბევრი ეკა არის მათ ძალიან 1-3 ეკა მასწავლეთ არა არ მუშაობ გოგო რატო არასდროს ვხვდები დედა შენი ჩემი მეზობელი ან იშვიათად დავდივარ მართლა ანუ მე შორს ცხოვრობ და მეზარება ხოლმე გამოსვლა რომელ ქვეყანაში აპირებ ცხოვრებას ვაიმე არ ვიცი ხალხო არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით ეხლა თბილისში ვცხოვრობ და მომავალში ვაჭველი მინდა ევროპაში წასვლა დიდი სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში მე ძალიან რთულია მათ წასვლა და ყველაფერი ვაფშე არ ვიცი ყველაფერი რთულია ესე ადვილი არ არის რომ ან ევროპაში გადახვიდე ან ამერიკაში გადახვიდე არა და ძალიან ცუდად ქერი სწავლა არის უაზრობა მე რო დარჩები უმუშევრად არ დავრჩები არასდროს და სწავლა უაზრობა არის მეთქი არა გააჩნია სად ისწავლი და რას ისწავლი ჩემთვის ეხა თბილისში სწავლობენ 8 წელი სამედიცინოზე და მუშაობენ მერე 800 ლარზე ხელფასზე და ჩემთვის ნამდვილად უაზრობაა რომ 8 წელი მე თავი ვიკლა ვისწავლო 8 წელი რაღაცა და მერე 800 ლარზე ვიმუშაო ჩემი პროფესიით ნამდვილად უაზრობაა გინდა მეთანხმეთ გინდა არ დამეთანხმოთ სხვა ქვეყანაში თუ ისწავლი ძალიან მაგარია, იმიტომ რომ იქ შედარებით კარგი ანაზღაურება არის შენი პროფესიით და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოში, როცა სწავლობენ თავიანთი პროფესიით, რავი, 1000 ლარს ვერ ცდებიან და დიდი ბოდიშით, მაგრამ მე მაგისთვის არ ვისწავლი 5 წელი, რომ მე 1000 ლარი მქონდეს ხელფასი. მე არის ხო გეთახმები დედა ჩემმა ჩააბარა მაინც ეპიზოდები სხვა
ფაკულტეტებიც არის კი ძალიან ბევრი რამე არის, მაგრამ საქართველოს ხელფასებს და ფასებს ვერ უყურებთ ხალხო თუ მე მაინც და მაინც მე უნდა დავიწყო ამაზე ლაპარაკი, რომ მე ჰეითერები გამოვიდნენ და რაღაცები დაიწყონ. რბები ხართ მართლა თუ რა არის, ერთი მაღაზიაში შესვლა, ერთი 100 ლარი მინიმუმ გინდა, არაფერში. და მე ხა ვისწავლო, ჩავაბარო და ჩემი პროფესიით 1000 ლარზე და მაქსიმუმი 1500-ზე დავიწყო მუშაობა, ჩემ მომავლის გეგმებში ნამდვილად არ ჩდება. უმაღლეს დამთავრებული ვინ არის დაუფასებელი? სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არავინ არ არის დაფასებული. რავი, ჩემ ნაცნობს 3000 აქვს ხელფასიო. გილოცავ, მაგრამ 3000-იც არ არის საქართველოში საკმარისი უკვე მაინც რო იცოდეთ. და კარგი ხელფასი. ისეთი ფასები აქვს პროდუქტებს ქართველებს მილიონერები გამოვდივართ. ხო, ძალიან გაზრდილია ფასები. 2 წლის წინ მე რა ხეირი რო ჩავაბარეო. მაგას ვამბობ, რაღაც სხვა დრო არის, რაღაც შენი უნდა დაიწყო ან ბიზნესი, ან საერთოდ უნდა წახვიდე აქედან. მე აქ მიმაჩნია ყველაზე კარგად და სწორად, რომ არავის არ მოვუთითებ და რო წავიდეს აქედან, პირიქით ყველა გაქცეულია, მაგრამ ჩემი მომავლისთვის მე მირჩევნია, რომ აქედან წავიდე. და ალბათ ახლა მომავალში წავალ კიდევაც. ვიდრე გავჩერდე რისთვის, ხირისთვის. მარიამ ძალიან დაინტერესებს, რავი, 2 წლის წინ ვერ ვყიდულობდი ხოლმე 10 ლარად ხორცს და მიხარო და 40 ლარი გახდა. არა, იდეაში მაგან თქვა, რომ 9 კილოგრამს გაკიდინებ თუ 10 ლარადო. მაგრამ 9 კილოგრამი 17-18-20 ლარი მინიმუმ ხო ღირს. ყოჩაღმარიამ ასეთი ჩამოყალიბებული აზრი ამ მხრივ ჯერ არ მომისმენია. ვაიმე, დიდი მადლობა. მეგონა ჰეითი წარმოვიდოდო. ჩემ სკოლაში საშინელება ხდება 84-იანი წვენი 2 ლარი ღირს 5 თეთრიც რომ გაკლდეს არ მოკიდიან. წარმოიდგინეთ სკოლაში სადაც ბავშვები არიან და ბუფეტია. ეგრე რატო უნდა იყოს, ხო? ყველას ხო არ აქვს შესაძლებლობა, ყველას კი არა. რავი, ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ ისეთი რაღაცები ხდება, რომ ბავშვები საჭმლის გარეშე რჩებიან სკოლაში და ნორმალურია, რომ 80 თეთრიანი წვენი ბუფეტში 2 ლარი ღირს. მე მედიცინაში ვარ და რა ხელფასებია. საშინელება ვიცი. ზუსტად მაგიტო გადავწყვიტე, რომ არ ჩამებარებინა. მარტო მე მქონდა სკოლაში ვალის პროფესორი. ცუდად ვარ. ძალიან წარმატებული იქნები კულინარიაში ასე გიყვარს თან. კულინარია ისეთი რაღაც არის, რომ საზღვარგარეთაც ძალიან გამოგადგება და კარგია თან თუ გიყვარს და გამოგდის. ჟურნალისტიკაზე რას ფიქრობ? ჩემთვის არ არის, მე არ მაინტერესებს, მაგრამ ისე მე მგონი არ არის ცუდი. დედაჩემს უნდოდა ძალიან მახსოვს ბავშვობაში და დედამს არ ჩააბარებინა და ჩააბარებინა მგონი სამართალზე, ხო, თუ არ ვცდები. ანახე გული გთხოვ ამიჭრელ თვალები. გული. თამარკეთ. გული. პანიკური შეტევებზე ვისაუბროთ, როგორ უნგლავდები ხოლმე. პანიკური შეტევებზე დიდად არ მაქვს, მაგრამ მქონია. პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ, მაგ დროს ვერავინ ვერ დაგეხმარებათ, არ ვიცი, მე ესე ვფიქრობ, ვინმე რომ მოდის მაგ დროს ან ესე რომ იციან ხოლმე წრიულის გაკეთება და 1000 ხალხი რომ მაგ დროს უფრო ვიძებები. ყველაზე მეტად მაგ დროს ვფიქრობ
შენ თავი დაიყვანო ხელში რა მაქსიმალურად ყოველთვის შენ თავი რო დაგიდგება გვერდში ვერავინ ვერ დაგიდგება ეგრე ვერასდროს გვერდში როგორც შენ დაუდგები შენ თავს გვერდში თუნდაც პანიკური შეტევების დროს თავის ხელში აყვანა უნდა ისწავლოთ ჩემი აზრით პირველ რიგში და არ ჩამეპარებინა რაზე ვიწყლით და თავი ამდენი ხანი განათლება ისეთ შეგიძლიათ მიიღოთ. ხო სამწუხაროდ ამ ხალხს გონია მაინც და მაინც უნივერსიტეტში უნდა იჯდე 4 წელი რომ განათლება მიიღო. ხუთას ადამიანმა მომწერა როდის ჩაერთვები. ჩამერდე გიო დამავიწყდა გუშინ დამაფოლოვები და გაფოლოვე და ჩამერდე. ეხლა აპირებ მუშაობის დაწყებას არ ვიცი ალბათ დავიწყებ იმიტომ რომ მე მგონი 7 თუ 8 თვე აღარ მიმუშავია საერთოდ და ამ დროს მე იცით როგორი ვარ რომ აი ბავშვობიდან ვმუშაობ იმიტომ რომ არ მინდა ვინმეს ზედმეტი კაპიკით თუნდაც გამოვართო არა ან ძალიან ისეთი ვიყავი რომ რას ნიშნავს ან დედაჩემს თხოვო ფული ან მამაჩემს ან ვინმეს აი ძალიან ისეთი ვიყავი ბავშვობიდან გაუსპამეთ საღამოს ჩავრთო და ჩამერთოს და გაფოლოვე და ჩართე მე საღამოს კიდე რო გავალ ჩამერთე მე მათრე რომ ამბობდი ქვეყნიდან წასვლას რომ გეკმავდი აპირებ წასვლას ანუ ზუსტად მე გასვამობ რომ ძალიან მინდა რომ წავიდე ჩემი მეგობრებიც საბერძნეთში არიან წასულები მუშაობენ ძალიან მოყოფილები არიან ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დაჟე სახლს ყიდულობს უკვე 2 წელია საბერძნეთშია წასული და ეხლა ოქტომბერში ჩამოდის და უკვე ბინას ყიდულობს თავისით ანუ აქ გიხოცები 2 წელი კი არა მე მგონი 30 წელი რომ ანუ 30 წელი რომ მე მგონი იმუშავა იმასაც ცილკი რა სატირალია ოღონდ მართლა ბინას ვერ იყიდი მართლა ისე რაზე ჩაბარებას ვფიქრობდი მე მინდოდა თეატრალური მინდოდა ან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა იმიტომ რომ ხატავდი მე ძალიან კარგად დავანებე თავი 1-2 წელია ან თეატრალურს ვფიქრობდი ან სამხატვრო აკადემიას ხანდახან ადრე ვუყურებდი გრეის ანატომიას და ძალიან მინდოდა ბავშვობაში რომ სამედიცინოზე ჩავებარებინა მაგრამ რო გამიზარდე მივხვდი რომ არა ეგ არ უნდა გამეკეთებინა განსაკუთრებით საქართველოში ბინა თუ გაქვს თბილისში მილიონერი გამოდიყარ აი მე ბინა თუ გაქვს თბილისში მარ მოდელი უნდა გახდე რო არ დაგავიწყდა მოდელი არა დიდი სიამოვნებით გავხდებოდი კი მაგრამ მიზარება ნუ ეგ იყო ჩემი ოცნება აი როცა ძალიან მინდოდა ყოველთვის მაგრამ ვერ ვკუბა ვამპირს ჭამა მინდა რა ვქნა ხათი love you გეზარება კი არა ტანი არ გაქო კი გეთანხმები მოდელის ტანი ნამდვილად არ მაქვს მოდელივით გამხდარი ნამდვილად არ ვარ რას ვიზავთ ხოდა მეზარება დაკლება მეთქი აქ თქვი რომ მე თუ ხა მოდელობა მინდა 10 კილო მაინც უნდა დავიკლო რომ ძალიან გამხდარი ვიყო და 10 კილოს დაკლებას ეხუბრებით ხალხთა როცა ჭამა მიყვარს ერთი ეგვით დამეწერა მისი ტანი მაინტერესებს ძალიან ოცნება ჩემნაირ ტანზე ტატუებით მოდელი ძალიან ბევრი მოდელი არის ტატუებით და ეხლა სხვათაშორის ვაფშე შეიცვალა ყველაფერი პლუს საიზ მოდელებიც ყავთ ძალიან დაბალი მოდელებიც ყავთ ანუ აღარ არის ის კრიტერიუმები ადრე რო იყო ძალიან მინდა მასტერშეფში გასვლა მართლა ყველაფერი ეზარებაო ხო რაღაცა ისეთი პერიოდი მაქვს ყველაფერი მეზარება რა დღეში ხარ ვიკი რა შრები ჩაფრინდი ამერიკაში
ამერიკაში რომ მივდივართ თქვი უკვე. ხო, ამერიკაშიც მივდივართ, მოკლედ საფრანგეთშიც მივდივარ. ამ დღეებში გოგო მხოდ ამპატიჟა, ამერიკაშიც მივდივარ, მე მოდელიც გავხდები, მე კულინარიასაც შევისწავლი, შემდეგ რას ვაპირებდი. ვაიმე გიორგი, მადლობა ამ ყვავილებისთვის. თმის შეჭრას ნანობა არ ვნანობ ნამდვილად. გიორგი როგორ ხარო? გოგო. სუდად ვარ. მოკლედ გიორგი დღეს საღამოს უნდა ჩავერთოთ ლაივში, რო იცოდე. დამიწერა კომენტარი. ხატი ახლა არ გინდა ჩავერთო. მოკლედ ახლა მოდი ვინმე ინდოელი ჩავერთოთ. ვაიმე ხმეთა. Hello. I don't consider mental. Where is you? You can't speak English. Where are you from? Are fixing this good. What? From where? German or me? No, wait. Any letter you got here? Dava mute ხალხო. მithom არ ვიცი ინგლისური, მითამაშოთ ახლა. დედა შენი ამაზე ლამაზია. რა თქმა უნდა. მე მგონი მე მელაპარაკებიან, მაგრამ მე დავამიუთე, ვითომ ინგლისური არ ვიცი, იმიტომ რომ აბადო ნამდვილად არ მინდა ზალბანი. დედა ერთ ბედზე უკეთესებია, ხო, თამობა რომელი ჯობია. ეს მოკლედ მე უნდა გავთიშო ესენი. მეთქი ვინმე ისეთი ჩაერთვება და უცბადეს ორი განუ. უცბადეს ორი. ვაიმე გიორგი, ისე ყვავილები, მადლობა. მოკლედ გიორგი მესე ყვავილებით გამანებივრა დღეს. ჩემი ადგილი რო გათიშავ ჩავრთე. გინდა ჩემო ხო, მოდი ხო, ერთად. მაგრამ მე ვფიქრობდი ახლა მეთქი უნდა გავიდე ლაივიდან, იმიტომ რომ მინდა რომ საჭმელი გავაკეთო. საჭმლის ვიდეოები გადაიღერო, აკეთებო. შეიძლება კი მინდოდა რა, მაშინ გახსოვთ ოსტრისის რო გადავიღე. უბრალოდ ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს მართლა. იმიტომ რომ ცალკე საჭმელი აკეთო. ცალკე ამ სამზარეულოში სისუფთავეს შეინარჩუნო. პლუს ვიდეოს გადაღება. მოკლედ ცოტა ისეთი თემა არის, არ არის ისეთი ადვილი, ეს ამზარეული ლამაზი ვიდეოები რო ხდება ხოლმე 20 წამიანი და 30 წამიანი და რო შევსქერით ხოლმე ეს ლამაზად, ეგეთი ადვილი გადასახები არ არის. მაგრამ რა საჭმელის ვიდეო გინდა რო გადავიღო? არა უშავს თუ არის რომ აბაისი არაფერი იქნება, რა თქმა უნდა. უბრალოდ არ ვიცი მინდა ეგ კონტენტი თუ არ მინდა. მაგრამ მართლა მინდა რაღაცნაირად აჯობსანდალი. ცეზარი გააკეთე ბრინჯი მოხარ შემარ დიეტაზე ვარ ყველა. აუცილებლად გასწავლეთ თუ როგორ მოვხარჯოთ ბრინჯი სწორად. რა მაგარი დრედები აქვს, ვაიმე კი არ შემჩნევი ერთი წამი. ზედას ვხედავ ქვევით. ესენი ძმები არიან თუ როგორ გვანან ერთმანეთს. ვაიმე კიდე გიორგი გამომიგზავნა ის პეპლები ღმერთო რა პატივში ვარ. იცი მეც ყარყარაშვილი ვარ და ჰაუსში მე ყველას ვიცნობ ყველას ტელეფონიდან ხმას ვაწყებდი. ვაუ. მადლობა. ის ყარყარაშვილები იშვიათია. ახალი აკაუნტიდან გადი ლაივში ფოლოვერები მოგემატება. აუ მაგაზე კი მიფიქრია. რო ახლიდან უეჭველი მინდა რომ გავიდე. უბრალოდ აი
ის აკაუნთი მე კიდე რომ დამებლოკოს ხალხო არ შემიძლია ამდენი რამე იქაც ვცდილობ რაღაცა კონტენტის შევქმნა მე უეჭველი ეგეც დამებლოკება არა აი ცუდად რატო ვფიქრობ არ დამებლოკება ჩემი ზაზა სადა გიორგი ზაზა სად არისო ხატია გვეკითხება რაგაწერია ახალ აკაუნტში მარიამ ყარყარაშვილი 22 იმიტომ რომ არ იყოს ხო ის მოიხოდება ის აკაუნტის ნუ ნელ-ნელა მოიხოდება ყველაფერი მოიხოდება ხალხო თუ მოვინდომეთ უბრალოდ ეს უკვე ამდენი გამომწარი მყავდა და მინანება რაღაცნაირად ამ აკაუნტის დაკარგვა არ ვიცი გუშინდელის მერე მე მგონი TikTok-ი წაშალაო ხატია გაიგე მაგ ზაზას წერდნენ ისო ხოიმე ჩემი ისტორიის მასწავლებელი არისო მაგიტო ყვებოდა მაგდენ ისტორიას და გეოგრაფიას მარცილის პარალიზი თუ გქონია და როგორ შველოდი ვაი მე არ მქონია არასდროს და ისე მეშინია ღმერთთან და ცხოვრებაში არ გამოვცადო იმიტომ რომ ანუ იმდენი რამე გამიგია მაგაზე ძალიან შიში მაქვს მართლა გიორგი რა ხდება მადლობა ძალიან კარგია იქნება კულინარიის კურსებზეც მოიწია ინფორმაცია ნუ დიდად საქართველოში არც მაგის სწავლა არ მინდა ამათ გამანებონ თავი всё დიდად არ ვიცი მაგის წასვლა მინდა აქედან ახალი აკაუნტიდან როდესაც გადიხარ ლაივში 3 დღის განმავლობაში ვერ შეძლებ სხვა ადამიანის ჩართვას მართლა არ ვიცოდე კანკი მარია როგორ ხარ? კარგად შენ? კარგად. ვაი მე ზრაზა ეხლა მეკითხებოდა, რომ მარიამი უნდა ჩართო და ჩავრთე. ჩვენი ლამაზი გოგო. სად არის ჩემი მეა? შენ მეას ძინა, შეგებე. ვაი. ჩემი მეა კო. აუ და მეა თუ შენ მეა წაიყვანე. მეა ჩამომიყვანეთ ფოთში. დათი მეა თუ ხატია. თუ მოუგლი? მან გავიჭერე მე გითხარი. მე თუ მეა? თუ. ჩემთან გაიჭერე და იქ თუ ხო? და მოგამებ თორე კარგია აქაც ისწავლე შენს გარშემო და კარგადაც ცხოვრებაზე წმოში. ხატია. ყველა ერთად მიყვარხართ. ვიცით. მეც მართლა მეც მიყვარხართ ყველა ერთად. მაგრამ ეხა მეა მაინც მეა მაინც ფავორიტია ხო? ჩემთვის. აი, როგორ შეიძლება? ატი რა შვები სათხარ? ეხუცე. ხატია, ცუხით კო, ცუხი. 20 წუთი და თავისუფალი ვარ რა, გინდა ბიჭო რა ცუხი. ცუხი მიდარ ცუხით კო. ცუხი ლავ. ცუხი. უი კლასა. აი ხო, ცუხი. დიდი ხანია ლაივში ხარ ალბათ საათზე მეტია, ხო? მოიცადეთ. მოდი შემოიპარე, მე ხა ჩავრჩე, ხა გნახე. 45 წუთია ზუსტად ლაივში. ახალ ვიდეოზე დაგასპოილეროთ. მია სად არის ვაკის პარკში? კიკინები რო გავუკეთა? ვაი, მე გვეპეშია. უი, კლასა ვიდეო საყვარელია. რა საყვარელია, როგორი სახეა? აუ, გრძელით მაგ ნახე? აუ, როგორ ნანო, ვეღარ და ჩემშობ.
ნუ დედაჩემმა რომ შეაჭრა იცი აუ ეს არ უნდა დახეზე საჭმელში ანუ просто ეხლა მინდა რომ ის თველი შევაჭრა ორი წამით მოვძებნე ეგვიპტიდან რო ჩამოვა. რაც ცუდია გვიან შემოვედი მე ხალხომე აქ დეპრესიული საუბრები ყველაფერი მქონდა აუ მეც არ მომისმენია. დარიგებები გგვარები ხათია კინაღამ გამოფენის ფოტო საღამო განზაბიძიას ვეთავ. აი ბრავა იყო მეა მე ანახე რაღაცა მადლობა აბა რა დეპრესიული საუბრები გოგორი წუთი გავეთმა არა მთლად დეპრესიული არა ზოგადად საქართველოს დეპრესიულ მდგომარეობაზე ვსაუბრობდი ჩემსაზე აი მეას მანქანა გარდა აი მე მიყიდა ხო ალბათ ეს რო აქტატი გამასენა. მარიამ სეპატიჟება რომ ჩაჯდეს. მარიამ ვთქვათ ხო ხომ რა საყვარელია. მამა ჩემ მეუნება ხოლმე ერთიო ის ბარემი მაგაც ლაპარაკსაც დააწყებინებოდა ფოტში ჩამოგვიყვა. ეს ანტალიაშია ეს ხო ამ ზაფხულ ფოტში ჩამოგვიყვა საათი. კაცო ცხოველი რომ შემოვიდა და რო ვერ გააგდეთ მანქანაში მოიჭდა ცუდად ვარ რომ ვინ იყო ხათი ეგეთ მანქანაში რო იჭდა. მანქანაში არ მახსოვს, მაგრამ ის ჯიჟი რო იყო მახსოვს ის. კოცებს მოგიწავდა. ინდოელი. აი აუ ჩემზე კარგად უგულავია შენ შენცედითებს აკეთებ ხოლმე? მე მეორე აკაუნტით ამით არა. ვიტო. კი, მეორე აკაუნტით. ანუ ხო და მეორეც აკეთებ, რომელია შენი? ჩაგიგდებ ლაივის მერე ვიდეოს თქონდა. რომელია შენი გამახსენებული? რატო ხარ აი, იქ ხარ ჩვენთან? და თქვენთან არის ფოჩი? ტიკტოკში მინდა ფილტრი დავიდოს ფილტრები აბა ვნახოთ ვინ არის ფოჩი შენ ისეთი ლამაზი ხარ, რომ არ გჭირდება და ნახეთ ეს გიორგი ის ფილტრია შევაკეთე და რაბობი არ ვადევს ხო? მე აქ ჩატში ზუგამ დამიწერა. აბა იჩმიდე? აი ხალხო არის აბა იჩმიდე ლოყაზე. არ ვადევს ხალხო არა გიორგი მწერან იმდენი ის დამირყა ყვავილები და ის ჯიგარი მომაგებინა ჩემი ძმა არის ამით წერებ ეს არის ის ფილტრი კვანცა მოსწავლა აი ეს ჯობია თუ აი მე ცუდად ვარ რა რომელი ფილტრი ჯობია ეს ხალხო თუ ეს შენ რო ლამაზი ასენა დაო აი მე ნახეთ რა კაი ფილტრი დავიდე მე გაბრებო ძალიან გავლამაზდი პლასტიკურები გავიკეთე ვაუ ხადია ვაი მე ზუკამ წავედი თავი დავანებე ედიტორობაზე. რატო ზუკა? რა ხდება? ზუკა რატო მიგვათოვე ზუკა? TikTok-ზე ჩატი გაქვს და TikTok-ის ჩატებიდან მე სულ გამოვდივარ, იმიტომ რომ TikTok-ში არასდროს ჩატებში არ დამიწერი არაფერი და არ მიყვარს. ალბათ შენ რაღაც Instagram-ზე ჩატი რო გქონდ, რატო არ გყავარ? რო არ მიდასტურებ. შენ არ ხარ ჩატში? ჩემ ჩატში არ ხარ? აუ თქვენ დავადეთ კლასტერის გოგოებმა რა. კარც ერთი კლასტერის გოგო მაგ ჩატში არის. არიან. მე დაგუდასტურე 2 დღის წინ არიყვნენ მანდ. არ ვიცოდით ეს Instagram-ჩა, მე საერთოდ არ ვიცოდი. ეს არის ვაფშე ჩემი პირველი ჩატი, სადაც სულ ვარ. ანუ ჰაუსის რაღაცა მეორე მესამე დღიდანვე სულ მან ვარ. დაგიდასტურებ, ანუ არ მინახია ვინ გამოგზავნა. მე ისევ დამბლოკეს ეს ერთი გავაკეთე და 30 ლაიქი აქვს. ვიყავით. აი მინიაწერს ვიყავით და გამოგვიშვესო. ხო, ვიღაცა ის ადმინი მყავდა თეკლა თუ ლიზა თუ ორივე ხო არ ვიცი. ყველას აგდებდა ყველაფრიდან არ ვიცი. მე ამ ხელს ხოლმე ეს გოგო ძალიან დიდ ტექსტებს მოხვედრებდა ხოლმე რომ მარიამ ეს მოხდა იჯა რაღაცა არ ვიცი მოკლედ. მე საერთოდ ის რა ქვია.
გაქრა იქ გოგო მოდი შევხადე უნდა დავიდე აღარ გოგო იყო ჩემი რედ ფლეგი. თავიდან მე გამომწოდა იმიტომ რომ ეგ არის ჩემი პირველი შემატკივარი ასე ვთქვათ და ჩემი პირველი ხარჯა მაგრამ მე რაიც რაღაცები გააკეთა შობლებით ხურია. მარიამი შემოდის ხოლმე. აუ მარიამ, საფრანგეთში ვეპატიჟებოდი და მამიუთეს მოდერებმაო. შევეშალე მგონი, უთხარი მომხსნანო. ხალხო საფრანგეთში რომ მეპატიჟებოდა რატო დამიმიუთეთ ის გოგო მართლა მოდიხარ საფრანგეთში? საფრანგეთში. შენ კიტო საფრანგეთში ხარ? არა კაცი. მე მოდიხარო კითხე. არა გოგო ერთი გოგო მეპატიჟებოდა წეღან ოღონდ მართლა და ან წეღან მომდის ადმე მინდა არა სასომხეთში ერთად ხო იცი სასომხეთშიც რო გვინდოდა წასვლა და საფრანგეთში არასდროს არ არის მეორეჯერ წასვლა ხვიაკი და მესამეჯერ და მეოთხეჯერ მეთქი ისეთ ქვეყანაში მინდა მეთქი წასვლაც არ ყოფილ ვარ თქო მაგრამ საფრანგეთში მათჯერად წავა ადამიანი არ მხსნიანო ისა მაკო რომელიც ხართ აუ გეხვეწების მოხსენეთ ამ გოგოს და ყველას მიბლოკავთ რა ხანდახან დაიწერეთ ეს კომენტარებს გოგო რა შევდივარ იმდენია ხოლმე დაბლოკილი დამიუთებული განახევრებულია ხო ხეთილსო გიორგი მძეცობია არა ყველა მიდის ეს რო გედო. ვაიმე საბას მიუყვებით დროს ყოლოა. ავედი ახლა სახში ავდივარ და თუ იქნებით მერე შემოვალ თამაში კაი აჰა მოდი კაი გოგო ხალხი გაგიშტაკო გიორგი დამერტყი ყვავილები საცხარ I like it. I like it. Tap. ეკლა მთელი ტიკტოკი დავარები. არ დაგვიბლოკია მან. მადლობა მათგო. რაგი ლიზა მიწერს ლაივში და ფანდური როდის უნდა მიყიდო რომ დამივიცი. ფანდურდა შევიდა იცი ავიღერებდი ახლა რაღაცას მაგრამ შემომესევიან ვერ დავარ რატო? ლიზა რა მითხე საგვარეულოს მირცხვენ. ფანდურის სტაბილურობა მარებონებს რა გინდათ რას გადამიკიდეთ რა იყო ყველა გადაკიდებულია ჩვენზე. ვინ რას გვაჩი რაბი? როგორ ეს პირსინგები მართლა მოგიხდებოდა შენ? ვაიმეს რა არის აი აქ ცხვრზე მოგიხდებოდა პატარა. მე აუ დღეს დამესისმრა ხალხო რომ ყავდა 3 შვილი. აიმე მართლა ნიკოლოზ არის ფაიმე გადი ნიკოლოზე არა ეგ არისო საჭირეები გამოვიდა არა რაღაც აფიწერა ვიღაცამ და აუ დათი იცი რა გამახსენდა ხოდა გაიჭედა არა ხალხო არა ეხა წამოვაკომენტე. ისამ ვაიმე დამესისმრა ერთი პირველი ვაიმე ჩემი ოცნებარი გოგო ისეთი ლამაზი გოგო იყო ჩემნაირი ზუსტად სახეზე აი პატარა შავი თვები ქონდა ცოტა ეს მოკითალო სახე რაღაცნაირი და პირსინგები ქონდა ბავშვს ეს და ეს ჩემნაირი მართლა ეს რა არის
მე აღარ მაქვს. ერთი მეა მე ვიყავი ყოველდღე არის მესტირება. და უცბად ვითომ რაღაცა გაზომილებაში შევედი და უცბად სამი ბავშვი გავაჩინე ჯერ დიდი მე ხო მაგრამ ძალიან მალე ხდებოდა ყველაფერი და მე ბავშვი ფეიკი აღმოჩნდა ჩემი პირველი აღმოჩნდა ნამდვილი გაჯიბიტის მოვკითხო გავახსნევინო ხო მაგრამ რაღაცა ისი არ იყო რაღაც უნდა რაღაცა სხვანაირად იყო ხო ხადია გესმის მაგრამ გაგდობილებამ გადაცება იცის უფრთხილდი რა გადაცება ამოვიდა ეხლა ბავშვებისგან ყავდა ბავშვები ეხლა ხო დაიწყება ეხლა დაიწყება ანუ სიზმარი არის რა უდათ კიდე ისეთი რაღაცები არის რა აბა რა გაჩერდ წავკატო რაიმე მორიცინაზე მე სიზმრე შეენოღონ ხო იცი როგორ სიტყვი მარი ერთი თვეა სულ მესიძრები შენ ხო დაბადების დღეს ყოველდღე ვისე მე წინაზე გავისიზმრე და აი თან იცი როგორი ის იყო აი ლაივში და ზუსტად ეგრე იყო რა და მაგდეს დამესიზმრე რომ პირველად ნახე და შენ იყავი ორსა და ვიცი და სულად ვიყავი ათასნაირად მესიძრები არა მე მახო მითხრა ბიჭო მახო მე მითხრა ცოტა ადრე გამიშვი დაბლოკილი არ ვარ დამიუთებული ვარო და ვერ წერო ვერაფერს მე დამიწერა ხო არ მახსოვს კარგად არა ვერ უბრალოდ სამი ბავშვი ყავდა და ერთი მახსოვს განსაკუთრებით მე მგავდა გოგო იყო ერთი 5-6 წელს იქნებოდა ან 4-ის პირსინგებით და რა ხო პირსინგები გქონდა და ანუ რაღაცა განზომილებაში ვიყავი არ ვიცი ვერ მივხვდი ვერაფერს კარგად ხო და რაღაცები ხდება სიზმრებში ვერ მივხვდი ანუ ზოგადად ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ისეთი სიზმრები მაქვს ისეთი სიზმრები ანუ ვაფშე სხვადასხვა კიდე რაები დამესიზმრა მარ ბავშვი ფოტოები გვანახონო მაინტერესებს როგორი იყო ბავშვი მეც მითხრეს მეც მაგას მიწერენ მაგრამ რა თამაშობენ ვერაპინო ეს აუ სადღაც კარადებში მაგ ეხა მართლა ვერ ვიპოვი ისე ანუ თქვენ რაც გაქვთ მართლა ხალხს ბევრი არ ვარ წავედი და მოვაო მადი მეც დაბადების დღეზე მივდივარ ხვალ ვის დაბადების მე ბავშვი მარი იეტორი დაბადების აი როგორ ხარ მარი ისეთ როგორ ხარო? რაღაცა აქ იყავით არცეთ არ გახვიდეთ არა აქ ვარ გერჯერობით მე თან ეს საჭმელი და გავაკეთო კაი მოვალ მეც არის გამოგიხსნა ანუ მეც მაქვს ბევრი მამაჩემსის გამოვაგზავნინებ და ჩატიპრეთ ყველას მაინც და მაინც ეხლა რატო ეს ხდება არ ვიცი მეგობრებო ორსულად მართლა არ ვარ და მესიძრერო გუშინ მესიძრერო ყველგან იყავი მაგრამ მოვდიოდი სხვა მხარეს მიდიოდი ხომ ხარეს მივიდოდი მე ისეთ რაღაცებს წერენ რომ აი არ არისო სიმართლეო და რაღაცეებიო თქვენ გამოთქვესო და რაღაცეებიო და ხალხო ნუ წერთ თქვენ გამოთქვეს გალამარი აი წინა ლაივში რო თქვი დავშორდითო მაგაზე თქვეს რომ ტყუებიანო და ნუ გაწერთო და ხალხო სო ანუ არა ხალხო ერთი კვირა უკვე თუ მეტი დავშორდით და რამდენი ხნის წინ მე უკვე ვთქვი რომ დავშორდით და ანუ ვერ ხვდები რა უნდათ ნო ნუ გაწერთ მაგაზე რაღაცეებს გავუშვებ მე ტელევიზორში მარი წერტულს უთხარი რომ მოყვეს სიზმარში რომ ცემდიო მე გცემდი რატო ეს არ მინდოდა მომეყოლა მაგრამ მომიყევი ანუ როგორი რაღაცა იყო ილიკას ვიდეოები იცოდა აფეში ვიყავით და ვიჯექი და შენ მოხვედი ხო და თავიდან მიყურებდი და მე ავდგი და შენ დაჯექიო მითხარი და მწემე მე არა მაგრამ მეც მომდიოდა ძალად ეს ერთმანეს ვცემდი დაუსრულებლად მადლობა მე ვცემე ვიღაც მე მგონი ის მარშ გუში მე არ მითხრა
არ ვიცი, აი ძალიან არეული სიზმრები მაქვს ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. ძალიან ისეთი რაღაცები მესიზმრება. მომაყოლის უი, დედა მეც და მესიზმრები დღეს. რა იცის ხალხო ეგ? ხალხო სიზმარია ხა არა უშავს. ბავშვების ფოტოების თორიზე დაგვიდოსო. ახლა ნახე, მარი, როგორ ხარ? მეთქი ვინდა მე კაზაჩუკარი ვერ მივხვდი რომ დამიწერეს კომენტარებში. მე რაღაცებს დეუბნები ხოლმე სიზმარში და არ მისმენ მაიგნორებო. ხალხო სიზმარია ხა წერტილი მჯერის მიცემია მე რა ის ანუ. არა სხვა არა რატო ჩემს სიზმარში მარიამ ძალიან კეთილი იყო როგორც რეალობაში. და ორჯერ აი რაღაცები პერიოდი ხოლმე მგონი იმიტომ რომ ანუ ზოგადად სიზმრები არ მესიზმრება ხოლმე, მაგრამ მაქვს პერიოდები, შეიძლება 2-3 თვე არ დამესიზმროს სიზმარი და მერე დამესიზმროს. მეც ეგრე ვიყავ. აი 1 კვირა, 2 კვირა. არ ვიცი რა. მაგიტომ ეხლა ისეთი პერიოდი მაქვს დაწყებული, ხო გითხარით რა მეც მესიზმრებოდა. ხა უთხარი დადოს ბავშვების ფთოვანი დადებს და ყველა მაგას მიწერს. ავდებ. ვაიმე მადლობა. ტელეფონი მიდდება. მადლობა ძალიან. ჩემი სატანი გახუჭდა და ეხლა მითხარით რომ იტანება. ხალხო არა. აღარა საჭირო. ავარია ის ვიღაცები არ შემოვიდნენ თორემ არა, აი ნახე ჩაჭერს. გაწყდა. ვაიმე პრობლემა მეც მაქვს მარი ვინა შენ? არა ვიხალხო პროსტა ჩავერთე. ამ დასა ჩემ ტელეფონს აბა ხო თუ მაღაზიაში მომიწევს ჩასვლა ამის გამო. ანუ აი რაღაც წამი ეტანება, რაღაც წამი არ ეტანება. სულ სიმდებს ხომ მოგრეცილა და მარის სიზმარში რატომ ეჩხუბებოდი? ვაიმე თურმე რამდენს გესიზმრებით ხალხო? ხალხო მე სხვა შორის მარემ სიზმარში თკვილი დამხრებ მომიტანა რომ ამას რამდენჯერ დასიზმრებია. რამე უნდა გავაკეთო? მე ყველგან ვეძებდი იმ ნაცვლად ცალკე მარიამის სიზმრები. ვერ გადავწევ. არ ვიცი, მე ვაფშე ბავშვი მყავდა ხალხო და რა ვიცი, და ზურგლად იყო თქვენთან რატო გცემდათ? მარი შეგვილოცე რამეო ასტრით. კი. ასტრით. რამე ახალი გავაკეთოთ. ხო გავაკეთოთ აი ფოთში რა ჩამოხვალ ღომზე შეგვილოცე ფოთში რაზე გინდა შელოცვა? რო თამაში რო ჩაკეთო. მე ვინმე ჩართო. ახალი კონტენტი ჩემი სიზმრები და მარიამი. მოყვები მე ყოველდღე რომ არ თავერავს. მოიცა აი ეს უნდა გავთიშოთ რომ ვინმე ჩართო. მეგონი აუ თავიდან გამომიგზავნე. მე არა კანკელს უნდა დავაჭირო რაღაცა კიდე ინდოელი თუ ჩაგვერთო. ანუ ისე ვაკეთებ დავაჭირე პროსტა და ვინც ჩაირთვა ჩაირთვა. მადლობა ვაიმე. აი აი ელო. არ ვიცი ვინა. გიორგი თუ არის ჩამერთოს, მაგრამ აუ გუშინ მე რა სასაცილო ლაივი მქონდა, ის ზაზა რო იყო, ხო იცით? ვაიმე ხო. აი მე პროსტა მაგაზე ვიღადავე. ვიღაცა მერენ რა.
ერთი 1000 კაცი მიყურებდა და ისო ჩემი ისტორიის მასწავლებელი ლაივში რა უნდა ამას საერთოდ სართულიანებს იგინებოდაო ჰაუსშიო ხო ჩემზე თქვა სართულიანებს იგინებოდ ანუ ვიღაცამ დაუწერა მოკლედ რომ ეგო სართულიანებს არ იგინებოდაო ჰაუსში მეთქი მე ვაიმე მე შეგინება არ ვიცი ესეთი ვარ ჰაპტოვინ მე დაგინება ეს და ვიჩართებინ მე და ცოტა ხანში უნდა გავიდე და მე საღამოს შემოვიდა კი უკვე საღამოა მაგრამ ახო ისე დავიღალე ამ უმუშევრობით და უყველაფრობით რომ არ ვიცი ლაივის გარდა გამარჯობა აი და მეცნობი და საიდან მე ის მას არ იმაზე ჩავთე რა ინვაიტზე თუ რაღაცაზე შემთხვევით ჩამოდი როგორ არ ვიცი საიდან აი მე ერთი ფოლოვერი მეკლია 500-მდე. ვაიმე. ვაიმე მომილოცე 500 ფოლოვერი მყავს. ილოცა გოგო შენი მეორე აკაუნტი რომელი არის მე ჩამიგდე მარიტასონ დამწერა რომ აუცილებლად. მარიტასონ დამწერა რომ უთხარიო რომ სტრიმაქ სახშიო თუხთუხებს და როდის შემოწოთო ეს თბილისში ცხოვრობს ერთი მართლა უნდა გამოვიყვანო და ოსტრის შემულოცო. ირანულად. ემიტასო. აღონ ცოტა სხვანაირად. ირანულად ხო? მე ვიდეო სკოლზე და გვანცაზე მაქვს ერთი გაკეთებული და ინსტაგრამზე გედო სტორიზე. შენზე და გვანცაზე რომ მაქვს გაკეთებული ერთი. გედო სტორიზე. არ ვიცი ხა იმდენი ედიტები გადამაქვს ყოველდღე რომ მე ჩამიგდე და ეხლა ზოგადად ბევრი ედიტები აღარ გადამაქვს აი რამდენიმეს თუ გადავიტან ხოლმე ყველაზე მეტად რომელიც მოგწონს ხალხთან იმდენი საქმეები მაქვს აი თუ ძალიან ხოლმე ლაივში გამოვა რამეს ვაკეთებ ანანო რას აკეთებ აკეთებ მაგრამ ვერ აქვს გამოვიდა და არ ვიცი. მეც ნახო. მიო. ასროდინდა. აი გამარჯობა. გამარჯობა. მისამაშოთ. მოდი. მეტი არა ვარ დიდი მოთამაშე, მაგრამ მაინც აი მე გამოგიწერთ ყველას. აი გამოგიწერთ ყველა. შენ დაბადების დღე რომ იყო, მეც რომ გავაკეთე ედიტი რომ გადაიტანე ის და ძალიან გამიხარდა. აი ხო ჩემ დაბადების დღეზე ისეთი რაღაცები ხდებოდა, ტელეფონი აფეთქდა, მართლა აფეთქდა. ის შემოვიდა რა ქვია. დათი შემოვიდა, დათი რატო გათიშელაები? რატო გათიშელაები? აი თიშო არ ვიცი, შემოვიდა და მარის რა ქვია მიწერენ ის მიწერს მე მგონი პარში რო პატიჟებდა რომ მთელი ლაივის განმავლობაში დამამიუთესო და ამხსნანო მიუთიო ვერ ჩაკავ მე როგორ ავხსნა მითხარით და ავხსნი ერთი წამი ლაივის მერე დავაფოლოუ და პროფილს ჩაგიგდებ და ახსენე თუ გინდა ვერ ჩაგრთავ თან რანაირად ჩაგრთავ აბა ეხლა ნახოს თუ აეხლა ნახე აბა ეცა ეს რა დავწერა არა ფიზიაზრზე არა რამ TikTok-ის
გაჩი. ой, თორმე აქ შეგიძლია ლაივის დაპაუზება. მე რო გავდივარ ხოლმე, თორმე დაპაუზება შემიძლია? ხო, მაგრამ მე დიდხანს არა, თორე გაიფიშება მე. ხო, აი ხო, ნახე რომ 5 წუთი შეგიძლია, ანუ მთლიანი ლაივის 6 ჯერ შეგიძლია დააპაუზო 5 წუთის გან, 5 წუთი. მოიხსნა მარ, მოდი შენ გაფოლოვებ. ისე 56,000 გამომწერი კი ყოლია. ქალბატონო მარი. დიახ. მარია. დათი გავიდა ლაივში და ჩამრთოსო მარ. ხო, ახლა თამაში რომ მორჩება გავიდეთ და დათი ჩავრთო თამას რომ მორჩებით. მარიამ სიმდენიტერს როგორ მოგწეროთ კონკრეტულად ერთს, ანუ აი ეგ არის ჩემი ძალიან ისეთი ის რა, ანუ ინდეს უნდა რომ მივწერო და როგორ მივწერო იმ ლივს წერო ლაივის ნერხო. როგორ მართლა. მე რამდენი ადამიანი ყოფილა დამიუთებული. ის კაცი ცდილობს რომ დაგვაძინოს. აი, მაგით მოდერნ. დაუწიო მუსიკას. არა, უბრალოდ ჩემთან დაწერეს. თორე ძალიან კარგი მუსიკა. მარის მითხარი რომ მიყვარს მარ. მეც მიყვარხართ. მე მაქვს სიმშვიდის თერაპიის გვერდი გაკეთებული. მართლა? მარიამს მითხარი ლაივში გავატარდეს მერეო. ახანგძლივებს ხარტყოთი სიცოცხლეს. სიცოცხლეს ახანგძლივებს ეს ისე მე მგონი ქართულ ხალხს ნამდვილად სჭირდება ეს თერაპიები და ეს სიმშვიდე და რაღაც. კი, სიმშვიდის თერაპია შეუცვლელი. ჰარმონია, ადამიანი არის ნერვები, ჰარმონია, ემოციები, დადებითი ემოციები ახანგძლივებს. კი, არა პრობლემა ეხტოეთ. ენერგეტიკული ცვლა. ეხლა დათი ჩავრთოთ. კი ბატონო, ის კიდე დაამატეთ. კი, აი სამნი ვართ და დავამატოთ. ხო, დათი სად არის? სხვადასხვა ეგ მეცნიერულადაც დამტკიცებულია, რომ ჰარმონიულობა ხო განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ნერვებია და კი, არა, მოკაც. ნერვებისთვის დამამშვიდებლებს გვირჩევ. აი ესა სიმშვიდეში ყოფნა უნდა მოწყდა აი ამ ხმაურს რაც მაქსიმალურად. ენერგია, ანუ უარყოფითი ენერგეტიკა არ უნდა მიიღო, რაც შეიძლება ნაკლები. ეგ მართალია, რაც უფრო გულთან მიმაქვს ხოლმე ეს ტუდი გააურა გაწყობა, მე გადმოდის ძალიან ჩემ რამდენიმე დღეც შეიძლება გამყვეს. სად არის დათი? აუერ თავდათის. ერთი წამი ჩაგიხსნები და მე დათისთან ერთად იმას ვუწევ. თავდათები გაქვს. ეს უნდა გავხსნათ. დავამატოთ ვინმე. ხო. ემოციების კონტროლი, აი ემოციური ინტელექტი. ხო, რაც ნაკლებად იშლი ნერვებს, არა, უფრო ჯანმრთელად ხარ.
ახლა შეგვიძლია ჩავერთოთ უკვე. ეხლა შეგიძლია ჩართო. ხო, აი ეს დავაუწყო. მომენტი. ხალვარდი ანანო ამოვიყვანე და აი, გამარჯობა. გამარჯობა. ლევსა. ჯოხო რა მოიგო ძალიან ხალხო. რა ზეიზახით მოიგოვან. აუზის პრესზე ამბობენ ალბათ. რამდენი ხნის წინ ხალხო ნუცვადა და კიდე ნახავთ. იქ მე ხალხო. აი კიდე როგორი ფოტოები მაქვს გაჩვენებს. აბა გვანა. აი ესეთი. აი ის ტრანსფორმაცია. აი ეს. აი ჰარმონია გიყვარს შენ დაწყარდებიო. კი, მე ძალიან ჰარმონია ყველას უნდა უყვარდეს. აი რაც მე ჰარმონია მეკავს. მაშინ საყვარელი მუსიკა ეთისთვის გვიდაო. საყვარელი მუსიკა. ვინ გამოგზავნა? დავაჭირე. მე გამოვაგზავნე. მეც ამისთვის ვარ, აქ რომ აი სხვასაც გადავდო ჰარმონია, ჩემი დადებითი ენერგიები გაუზიარო, ანუ ენერგეტიკული გაზიარება, ცვლა. მადლობა ვალენტინა, მარინია მოდელი რატო მოხსენიო? ვალენტინა. ვის მოხსენი? ვალენტინა თოილე. გამარჯობა. არის ხარიო რომ პანციკმა მოგიკითხაო. ეგან რაღაცებს ვაკეთებდი, არ ვიცი, რაღაც ის მინდოდა იმ გოგოსთვის ამეხსნა. აპლოვებული ვყავ. ეხლა ვერ გაჩვენებთ. როგორ არა, რა შეგვიძლია? გამიწეროს კომენტარი დავამატებ. ვიცი. მაინც დაგამატო. ვაიმე რა პრიკომენტარს ხალხო. ნუ სპამაუთ მე ვხედავ ჩემ გოგოსთვის მინდოდა ამეხსნა, მიუთი და რაღაცები გავაკეთე, მე ხო არ ვიცი დაგამატე. კი, დაგაპოლავე ისა თოილე, ვალენტინა, ლაივს პუბლიკი. მე ვარ ფენტეზის მწერალი, რა ქვია. ხო და აი აქ ვაკვირდი TikTok-ზე, მიყვარს ფენტეზი ბავშვობიდან. არაფერს მადლობა შენ ვალენტინა გამოწერის. მოიცა. პანციკი დამეძალე. მადლობა ვალენტინა, მადლობა გაიხარა. ხალხო დღეს ახვალ მეას ეგვიპტის ვიდეოებს ახავთ. დღეს დადე. ხალხო ერმე ხويان ყველას ხო ვერ დაგაფოლოვებ ანუ აფრინდა ხალხო უკვე ეგვიპტეში და მეც მინდა ეგვიპტეში. ხო, ვალენტინა, მეც მაგას ვწtildeო, სხვასაც გადავდო სიმშვიდე, ჰარმონია რა, მაგით მოკლ ლაივები. მარის ედიტის ლაივი და რამდენი ხნიანი ლაივები გაქვს ხოლმე? აი, რა ვიცი, 1-3 საათი მაინც. და გიყურებს ხალხი? სხვადასხვა დღეს უცხოელები იყვნენ შემოსულები და ისხდნენ, რომ რა კარგი ლაივი გაქვს. შვიდდებითო და არაფერს ხმას არ იღებდნენ. ვხედავდი, რომ იყურებდნენ. პროსტა შინდებოდნენ ალბათ. მოდელი მოქცება. ხო, ეგ მითხრეს, ხო, ერთი ისრაელიდან იყო და რა კაი ლაივი გაქვს და ეს ნახატების მოეწონა. ეს ქართულად დაგიწერა. ათია ხო, ნუ წამო. მე მთელი კომენტარები გიჟდები. ლაივს მე მოგწერა. ვერ გავიგე რას მიწეს, ვიროს ეხლა შემოვიდა, გთხოვ წაიკითხე კიდევ გთხოვ, რა წავიკითხო? ნუ აი რომის პამავ, რა წავიკითხე? და მოდელი მომერაო, დამანებიც თავია ხმა. გადავახსენეთ. გამახოლოვოს სახელს ვიტი გადადით მეგობრებო ხო? რა ვთქვია, ვა? მღერას როდის დებო? სიმღერას მარიამს მივწერდა, მაგის მიხედვით დავდებო. ხო, ჰარმონია, ხო, ეგ არის მიზანი ჩემი ლაივში, ჰარმონია გადავიდო ხალხ. იმიტომ რომ სიმღერა წარსულიდან არის და მე
ხალხო, ჩემი და ფოლოვ არაკეთებდი, მაგრამ კაი. არა მგონია რომ დავდო, მაგრამ მაინც. ასო მიდი შენც რა. მაი მე ხალხო, ჩემი რატო? ერთი მარი, აი ჩემი პატი რა. მადლობა. მადლობა. რა ვიცი, მე მგონი მოდის ჰარმონია ხო ამ ჩემი ვიდან სურათიდან. კი, სურათიდანაც, მუსიკიდანაც, შენ თვითონაც ისეთი ხმა გაქვს ჰარმონიული, ანუ გააჩნია ხო ხვდები ვინ აკეთებს ესეთ რაღაცებს. ყოველის არ გაქვს რამის ეგრეთე ძაღლის. არა. ძაღლის არა, თორემ ძაღლები მიყვარს ძალიან. ისე როგორც ვიცი, ძაღლებისთვისაც არის დამამშვიდებელი მუსიკები და რაღაცეები, ანუ მე ძაღლი მყავს და ანუ ვურთავ ხოლმე ხანდახან, აი ადრე ვურთავდი უფრო. კაიათო. ლაივში რა მოხდება? გეფცები. აი მე აქ კომენტარებია, ესე იგი, ნახე ყოველს მარიმო. ხო, მარიამ ხარი ბავშვების ფოტოები გვაჩვენოს. აუცილებლად გაჩვენებთ კი. ასე ნუ მიწერე. ასევე აი მარი ნახე ვალენტინა გთხოვს თოილენდი რომ ძალიან მიყვარსო და დამაფოლოვოსო ვალენტინა თოილენდი. ყველას ვერ დააფოლოვებს, თორემ მეც მიწერენ ეგეც ბევრს. არა, ვერ დაგამატებ, ვერა. ხალხო, ეხლა ვერავის ვერ დაგამატებთ ფიზიკურად. აი მე ცხენია გადამანები თავი რა უთხრა. მე ვარ ხალხო 13. კიდევ შენ 13-ის ხარ? ხო. აუდიჟო როკესტაზე ვარ. მე ვერ ვეთქვი, თქვენ გადადით და თქვენ თვითონ უხართ. ყველას მაგას მიწერენ, მაგრამ რომ ხავთ ხალხო, ეხლა ხსებს საბლაიმი. დამოყვა და დამეუთება ადამიანს. შეიძლება რომ არც მე, მაგრამ გვიწევს ხანდახან ისე. ხო, ამიტომ აი რატო უნდა იყოს ეს გაუგებარი? აი დავუშვათ ერთხელ რომ ეთქვი ადამიანს რატო უნდა იყოს ეს გაუგებარი? მოინტერესებს. ვაიმე მარიამ ეს ზედა რო გიხდება, აი არ ვიცი. ხო, ვაიმე ეგრე და პირველად დავინახე, აი ძალიან ისე გამოვიწერე რა ძალიან. ნუ რა არ გიხდება, მაგრამ აი ძალიან კარგად ხარ აუ მაგ და შენს გამო კატა დავკარგეო ყველა. აი დოეჩი ამაზე. ვაიმე მე რაცო ხატია მიყურებ, ჩემი ხატია. თავს მოვიკლავ. გაზავთ. თქვენ ზაზა გქვიათ უკაცრავად? ჯაბა. ჯაბა. თქვენზე დამიწერეთ ზაზა არის მგონიო ვიცნობო? ხატია მისწერე ხო. ჯაბა. ხო, ნუ მაფრს მუსპამავთ, მე ვკითხულობ. აქ ისეთებს წერენ. წერეთ რაღაცებს მეცინება. რა წერე? არა, ზოგადად ვისწავლე რა. ჩემთანაც რაღაც ცეთებს წერენ, რომ ჩემთან პანცი გიმიშლით ნერვებს. მარი მიყვარხარ თხოვს გული მოჩვენეო. აჰა, მარი გავხდი. აღარ დაწერო. აი, გაჩვენა გული. ლავიო უთხარი მარისო ბანციკმა. ხო, ძალიან ბევრი მიწერს, რომ უთხარი მიყვარს. დათი იმფლუ გახდიო. ერთი კიანა მიყურებს ხოლმე სულ და ეს კიანა ჩემი ძველი თანამშრომელი კიანა ხო არ არის თუ სხვა კიანა ხარ? ვერ ვეთქვი ხალხო ყველას ერთად ვერ დაგაფოლო. ზაზას ნახევარ ძმა. ეძლებ ხალხი. აი ხო ეხა ჩამოყვება მარი 700 კაცს და დააფოლოებს ყველას. დეხ. ჩაო.
მაშინ TikTok-ზე რაღაცა რო ქონდა ეშოლა, ანუ რაღაცა უნდა გადაეცა. არა, ისე აქვს. მაგიტო გავაკეთე ისე ახალი აკაუნტი რო ახალ ახალ ვიდეო. დას გაფოლოვ. მარი მე რა ჩაგიგდე ხო იცი? ის რა ქონდა წითელი რაღაცა ის მოვაშორე. როგორ მოაშორე მე რატო ვერ ვაშორებ, ვერაფრით ვერ ვაშორებ. მიწერე საფორს მეთქი უმიზ დამა მიუდამა რეპორტეს მეთქი მე ხო ლაივები ჩამირთეს ვიღაცეებმა და მე რა ვიცი რაღაც განიხილა და მოვხსნა. მეც მინდა ვერაფრით ვერ მოვიშორე 2 თვეა ესე მაგ და ამ აკაუნტზე მე მეხოცები ხოლმე მეთქი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება მეთქი და რაღაცეებს ვიღები და ჯაბა ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მეც მეტყვი ეგეთებს. მოკლედ მეგობრები უნდა მოვატყუო მეც. ეხლა ჯაბა უკაცრავად მიწერენ თქვენზე. გესმით ჩემი? კი, მესმის. რომ ანუ ერთი გოგო წერს რა, რომ ესეთ მუსიკებზეო მეტირებაო და ესე ნორმალური არისო? რა თქმა უნდა. ემოციები ჰარმონიას ახლავს ემოციები. მიდიხარ წარმოდგენებში, წარსულში. ეს ხო კი უეჭველი ეგუძებდეს კიდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ემოციები, ენერგიები ვართ სულ და რასაც ხედავ ყველაფერი არის ენერგია. მეც ჯერა. სიცარიელე, ვაკუუმი არ არსებობს, სავსეა ენერგიების ფლუქტუაციები. ანუ ყველაფერი არის ენერგია. გაცვლა. ერთი მდგომარეობიდან გადავდივართ მეორე მდგომარეობიდან ენერგია. გადადის ერთი მდგომარეობიდან მეგობრებო, მე უნდა დაგემშვიდობოთ, ცოტა ხანი წავედი. კი ბატონო. გვარულებო. აბა გოგო გავედი ბიჭებო, ყველას გემშვიდობებით. საღამოს შემოვალ ისევ რა. დროებით. დროებით. მოთამაშე.